ამერიკაში 56 წლის ქართველი სატვირთოს მძღოლი დააკავეს. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოდერძი გუჯაბიძე ავარიაში მონაწილე სატვირთო ავტომობილს მართავდა. ერთმანეთს ჯამში 3 მანქანა დაეჯახა. ერთ-ერთი იყო სამხედრო ავტომობილი, რომელსაც 4 გვარდიელი გადაჰყავდა. გადარჩენილები მძიმედ დაშავდნენ. ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა ქართველი მძღოლი დამნაშავე, თუმცა ის საიმიგრაციო სამსახურმა მაინც დააკავა, რადგან კაცი ამერიკაში არა ლეგალურად იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე 13 პირი დააკავა, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული. მოქალაქეები მათე დევიძის მხარდასაჭერ მსვლელობას მართავდნენ, პოლიცია კი მათი გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდა. ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას NBC ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალ ჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28 პუნქტიან გეგმაზე ამერიკელი მაღალჩინოსნები პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ. გეგმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს. უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში ქვესადგური გაანადგურეს. დრონებით ისევ შეუტიეს რიაზანის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასაც. უკრაინელმა დივერსანტებმა საწვავით დატვირთული ოკუპანტების მატარებელიც ააფეთქეს.